ამერიკის ვიზას ვინ შემივსებს სანდოდ და იაფად. აი ესეთი პოსტი ძალიან ბევრი მხვდება ამ ბოლო დროს და რამდენიმეს იქვე დაუწერე კომენტარი, მაგრამ რატომღაც ადამიანებს წყინთ მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი ცინიზმის და ირონიის გარეშე კითხე, ვინც ასე სვამს კითხვას, რის გაკეთებას აპირებს ამერიკაში. ან სამსახური როგორ უნდა იპოვოს, ან ბინა, ან მანქანა, ან საერთოდ რას აპირებს. ეს არ არის გრამატიკული შეცდომა, ეს არის ადამიანის მიერ ამერიკაში დანახული მხოლოდ ფული. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც აქედან ეუბნება საქართველოში მყოფ ქართველებს, არ ჩამოხვიდეთ, აქ ყველაფერი გაფუჭდა, ფული აღარ იშოვება, ამერიკა ცუდია, მაგრამ მე მაინც აქ ვარ. პირიქით, თუ ვინმე რჩევას მკითხავს, ნამდვილად არასდროს არ მენანება ჩემი გამოცდილების, დაზუსტებული ინფორმაციების, ჩემი საკუთარი მოსაზრებების გაზიარება. აი დამიწერეთ კომენტარებში თუ ვინმე რამე მკითხეთ და მე პასუხი არ გაგეცით ან გადაგაფიქრებინეთ კონკრეტულად ლოს-ანჯელესში ჩამოსვლა. იმიტომ რომ სხვაგან გამოცდილება არ მაქვს. მაგრამ ადამიანი, რომელიც საკუთარ ენაზე ასე ცდილობს ინფორმაციის მოძიება, რას ნიშნავს ამერიკის ვიზას ვინ შემივსებს, იმასაც რომ ვერ არჩევ წვანებარათის გათამაშების განაცხადის შესება გინდა თუ ტურისტულ ვიზაზე გინდა შესვლა თუ ამერიკის ვიზა კიდე 1000-ნაირი არსებობს, ანუ საკუთარ ენაზე რომ ვერ ახერხებ ინფორმაციის მოძიებას, აი ესეთი ადამიანები აქ არ ვიძახი რომ შივრები დაწყდებით ან სამსახურს ვერ იპოვით ან რავი აპოკალიფსი მოხდება, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ ხალხო. ათობით პოსტი გვხვდება ყოველდღიურად, რომ თვეების სამსახურებს ვერ პოულობენ, ვერ საქმდებიან ის ადამიანები, რომლებსაც გამოცდილებაც აქვთ, ენაც იციან ასე თუ ისე, მაგრამ არ აქვთ საბუთები. და თქვენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ოჯახით აპირებთ ჩამოსვლას და შვილებით, აზრზე არ ხართ, რა ქვეყანაში მიდიხართ, თუნდაც ევროპაში არ ვარ მხოლოდ ამერიკაზე. მთელი ცხოვრება დოკუმენტებთან მუშაობდი და რო ჩამოვედი ენაც ვიცოდი, ჩემი საქმეც ჩამოვიტანე და ჩემი ქმარიც აქ დაგხვდა. მაგრამ პირველი პერიოდი ისე გაგვიჭირდა და ახლაც ჯერ კიდე რაღაცების ძიების ეტაპზე ვართ, რომ ერთ დასტაფურცელს ვავსებთ ყოველდღიურად და სად რა მოვითხოვოთ, რა სად რა ვიპოვოთ, როგორ ვიპოვოთ, სად წავიდეთ, ჯერ დღეები მიაქვს ერთი რაღაც კონკრეტული საქმის მოგვარებას, კილომეტრიანი რიგები. ჩემი აზრით, ამერიკა კი არა, ზოგადად ემიგრაცია არ არის ყველა ადამიანისთვის. არ იფიქროთ, რომ მე აქ ჩამოვედი, ჩემი გავისწორე და ეხლა თქვენ мотиваციას გიკარგავთ. არ მინდა რომ ცუდი რაღაცები ვთქვა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი უკან დაბრუნდა, ბევრს ოჯახი დაენგრა, ბევრმა ფსიქოლოგიური პრობლემები დაიმატა, ბევრი ვალებში ჩავარდა, ზოგი თვითმკვლელობამდეც მივიდა ემიგრაციაში, ალბათ გაგიგიათ, ღმერთმა დაგიფაროთ ამ ყველაფრისგან, ამიტომ გეუბნებით წინასწარ, რომ ცოტა მეტი რაღაცეები მოიძიეთ, ფსიქოლოგიურადაც გაითავისეთ, რისი გადატანა მოგიწევთ, რაღაც საქმე დაიკავეთ ხელში, მანქანის მართვა ისწავლეთ, ენა ისწავლეთ და ცოტა უფრო სერიოზულად მიუდექით ემიგრაციას. ნამდვილად არ არის მარტივი. კი, ალბათ ფული იშოვება წლების შემდეგ, მაგრამ ამ წლების განმავლობაში გჭირდებათ დიდი მოთმინება, შრომა, გონება, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, არჩევანის გაკეთების უნარი და ცოტა უფრო სერიოზული მიდგომა, რაც ნამდვილად ვერ დავინახე ასეთი პოსტების ავტორებში. ამერიკის ვიზას ვინ შემივსებს სანდოდ და იაფად. არ ვიცი, მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად, ეს იქნება ინფორმაციით თუ რა სახითაც დაგჭირდებათ და ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ეს რჩევაც ერთგვარ დახმარებად მიიღეთ და ნუ გამინაწყენდებით.